ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვამ დონალდ ტრამპს გააფრთხილა, რომ ისრაელი ამზადებს მასშტაბურ პროვოკაციას, რათა საბოლოოდ ჩაშაოს ირანსა და აშშ-ს შორის შეთანხმება. დაზვერვის მონაცემებით, ნეთანიაჰუ, რომელიც ძლიერი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ იმყოფება ისრაელში შემოდგომის არჩევნების წინ, მზად არის ყველაფერზე წავიდეს, რათა ტრამპს არ მისცეს გამარჯვების გამოცხადების საშუალება. თუმცა ტრამპმა უკვე გამოაცხადა გამარჯვება, მიუხედავად იმისა, რომ ირანთან ჯერ კიდევ არ არსებობს არანაირი შეთანხმება. ამ დროს ტრამპის წარმომადგენლები მაინც გაემგზავრნენ შვეიცარიაში ირანელებთან მოლაპარაკებებზე, რომლებიც ამჯერად კვირას არის დაგეგმილი. ამასობაში ირანის სამხედრო ხელმძღვანელობამ დღეს უკვე ოფიციალურად გამოაცხადა ჰორმუზის სრუტის დახურვა საზღვაო მიმოსვლისთვის. თეირანმა რამდენიმე მიზეზი დაასახელა და ერთ-ერთი მათგანი სწორედ ესაა. ისრაელის მიერ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის სავარაუდო დარღვევა და შეერთებული შტატების მიერ ომის შეწყვეტის წინასწარი შეთანხმების პირველი პუნქტის შეუსრულებლობა. და სწორედ ეს პირველი პუნქტი ყველაზე სკანდალურია, რის გამოც ტრამპს ახლა ყველაზე მეტად აკრიტიკებენ. და ეს რა თქმა უნდა ფულს ეხება. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა კომპლექსურად. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ და დაწერეთ ნებისმიერი თქვენი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. ეს შეერთებული შტატებისთვის დამამცირებელი შეთანხმებაა ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გარიგება, რაც კი ოდესმე მინახავს. ეს თავად დონალდ ტრამპის სიტყვებია, მართალია, ნათქვამი 2015 წელს, როცა ბარაკ ობამამ ირანთან გააფორმა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც დასავლეთის სანქციები ადრე დაწესებული ისლამური რესპუბლიკა ირანის მიმართ შეჩერდა ბირთვული პროგრამის შეზღუდვის საანცვლოდ, რომელიც მაგატეს კონტროლის ქვეშ იყო. მაგრამ ტრამპის ესავე სიტყვები ახლა იდეალურად შეესაბამება ამჟამინდელი გარიგების აღწერას შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის. მაგრამ თითქოს ეს შეთანხმებაც კი, თუნდაც ცუდი იყოს, ასევე ჩაშლის საფრთხის ქვეშა. ამასთან შეთანხმების ჩაშლის მცდელობას ისრაელს მიაწერენ. ამერიკის დაზვერვის სამსახურებმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გააფრთხილეს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გადადგამს სერიოზულ ნაბიჯებს, რომლებიც ტრამპის მცდელობებს ირანთან საბოლოო სამსამშვიდობო შეთანხმების მიღწევაში ხელს შეუშლის. ამის შესახებ დღეს წერს Washington Post-ი. ამერიკული დაზვერვის მონაცემებით, ძლავრი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ აღმოჩენილი შემოდგომის არჩევნების წინ, ის აპირებს გააგრძელოს სამხედრო ოპერაციები ლიბანში. დაზვერვის სამსახურების ინფორმაციით. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი საბრძოლო მოქმედებები ისრაელის ამ მინისტრის, მაგრამ ბენიამინ ნეთანიაჰუს ვერ შეძლებს. აფრთხილებს სერიოზულ ნაბიჯებს უკრაინას. ამერიკელები დონალდ ტრამპის წინააღმდეგ შემთხვევაში ის უბრალოდ წააგებს არჩევებს ისრაელში ამ შემოდგომაზე. და აი დაზვერვის ანგარიში აღნიშნულია, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, პოლიტიკური გადარჩენა ისრაელის აუდიტორიის ასაუდიტორიას აჩვენებს. ამერიკული დაზვერვის ერთ-ერთი ოფიციალური პირის ინფორმაციით, ციტატა, გაფრთხილება, რომ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა ან ლიბანიდან ჯარების გაყვანის მსგავსი მნიშვნელოვანი ნაბიჯები ისრაელში აღიქმება როგორც ბენიამინ ნეთანიაჰუს პირადი მარცხი. დაზვერვა ასევე აღწერს უკრაინას. ისრაელის აზრით მემორანდუმის პირობები, რომლებიც იერუსალიმის აზრით არღვევს ამერიკის მაქსიმალური ზეწოლის სტრატეგიას თეირანზე, დაზვერვის წარმოადგენლება უკვე საჯაროდ გააფრთხილეს ადმინისტრაცია და მოკავშირეები, რომ დაძაბულობა არსებობს. ასე რომ 4 შაბათს ივნისში დონალდ ტრამპმა პირდაპირ განაცხადა, რომ მას აქვს, ციტატა, მცირე უთანხმოება ნეთანიაჰუსთან ლიბანის საკითხზე და მოუწოდა ისრაელის ლიდერს, ციტატა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აფრთხილებს უკრაინას. ამერიკის სადაზვერვო სამსახურებმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გააფრთხილეს. და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. Носит целые районы на юге Ливана. აფრთხილებს, რომ ეს შეიძლება დააზიანოს სლემს. Белый дом уже дал понять, что не ამერიკის სადაზვერვო სამსახურებმა ადმინისტრაცია გააფრთხილეს.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი-დი ვენსმა გუშინ განაცხადა, ციტატა: "დონალდ ტრამპი ერთადერთი სახელმწიფოს მეთაურია მსოფლიოში, რომელიც თან აუგზნობს ისრაელს და ამერიკის პრეზიდენტი არის ზე სახელმწიფოს ლიდერი. თუ მე ისრაელის მთავრობაში ვიქნებოდი, მე არ დავესხმებოდი ერთადერთი ისრაელის მოკავშირეს, რომელიც დამჭა." აქაც აფრთხილებს, რომ არ უნდა დაესხა ერთადერთ ძლიერ მოკავშირეს, რომელიც დარჩა. აქ იგულისხმება უკრაინა. ციმბირი ძალიან რთულ მდგომარეობაშია. ის ხედავს, როგორ ძლიერდება მისი მთავარი მეტოქე, ანუ ირანის რეჟიმი და თანაც ძლიერდება აშშ-ის ძდება აშშ-ის ადმინისტრაციის ხარდაჭერით. და ის ვერაფერს აკეთებს ამასთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, თუ ისრაელის ჯარები სრულად არ გამოვა ლიბანიდან, ისრაელის სამხედროებსა და ჰეზბოლას შორის საბრძოლო მოქმედებების განახლების ალბათობა პრაქტიკულად გარანტირებულია. ეს ნიშნავს, რომ საბოლოოდ აშშ-სა და ირანს შორის არანაირი სამშვიდობო შეთანხმება არ იქნება. მაგრამ ისრაელისთვის ეს ყველაფერი უზარმაზარი პრობლემაა. ახალ შეთანხმებაში შეერთებული შტატები არა მხოლოდ ვალდებულებას იღებს, რომ შეწყვიტოს ირანის წინააღმდეგ ყველა სახის სანქცია, მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციები და უზრუნველყოს სრული წვდომა ირანის გატინულ ან შეზღუდულ სახსრებსა და აქტივებზე. არამედ, ციტატა, რეგიონულ პარტნიორებთან ერთად გამოყოს არანაკლებ 300 მილიარდი დოლარი ირანის აღდგენისა და ეკონომიკური განვითარებისათვის. ეს მკაფიოდ არის გაწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმში. სხვა სიტყვებით, ამას კონტრიბუციის გარდა სხვას ძნელად თუ დაარქმევ. ეს ფაქტობრივად კონტრიბუცია. და როგორ აუხსნიან ამას ისრაელელებს, უცნობია. ამასთან ირანის ვალდებულებები მინიმალური. მოკლევადიან პერსპექტივაში საუბარია მხოლოდ ჰორმუზის სრუტის საცდელ, უფასო რეჟიმში გახსნაზე 60 წლის განმავლობაში. ამის შემდეგ ირანი აიღებს გადასახადებს გემების ჰორმუზის სრუტით გავლისთვის და ამაზე ტრამპმა ხელი მოაწერა. რაც შეეხება ირანის ბირთვული პროგრამის ბედს, ტექსტში ერთადერთი დაფიქსირებული ვარიანტია, ციტატა, მასალის გამდიდრების დონის შემცირება ადგილზე, ზედამხედველობის პირობებში. ირანმა მართალია კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ არ აქვს ბირთვული იარაღის შექმნის განზრახვა. მაგრამ მეგობრებო, ამ განცხადების კიდევ ერთხელ გამეორების გამო აშკარად არ ღირდა რეგიონალური ომის დაწყება. რას მიაღწია ტრამპმა ამ საკითხში, ვერ გავიგე. მაგრამ ყველაზე მთავარი პრობლემა ისრაელისთვის სწორედ ამაშია. არც სარაკეტო პროგრამა და არც ისლამური რესპუბლიკის მიერ ტერორისტული ჯგუფების მხარდაჭერა შეთანხმების ტექსტში საერთოდ არ არის ნახსენები. ამასთან ვაშინგტონმა თვალის დაუხამხამებლად თეირანს დაუთმო და ისრაელის სახელით ლიბანშიც შეწყვეტას დაფირდა საბრძოლო მოქმედებების. და აი ბენჯამინ ნეთანიაჰუმ მაშინვე განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმებები ისრაელს არ ეხება, რითაც საკმაოდ გაუფუჭა განწყობა დონალდ ტრამპს. ისრაელის თავდაცვის არმიის დარტყმების გაგრძელება ჰეზბოლაზე ლიბანში მაშინვე მისცემს თეირანს საბაბს, ბოიკოტი გამოუცხადოს მოლაპარაკებების პროცესს, რომელიც უკვე პარასკევს უნდა დაწყებულიყო შვეიცარიაში, მაგრამ ასე არც დაწყებულა. შედეგად შაბათს 20 ივნისს ირანის სამხედრო ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გამოაცხადა ჰორმუზის სრუტის დახურვა გემების მოძრაობისთვის. თეირანმა რამდენიმე მიზეზზე მიუთითა. ირანის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ არმუზის სრუტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს იმის გამო, რომ ისრაელმა სავარაუდოდ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტა ლიბანში და შეერთებულმა შტატებმა არ შეასრულა ომის შეწყვეტის წინასწარი შეთანხმების პირველი პუნქტი. შემდეგ მოვიყვან ციტატას ირანის გაერთიანებული სამხედრო სარდლობის ცენტრალური შტენტროვის შტაბის განცხადებიდან, ხატამ ალ-ამბია. ვაცხადებთ, რომ არმუზის სრუტე გემებისთვის დახურული იქნება. ეს არის პირველი ნაბიჯი მტრის მიერ შეთანხმებების დარღვევაზე პასუხად და აგრესიის გაგრძელების შემთხვევაში დაგეგმილი და გატარდება შემდგომი ზომები, რათა მტერი აიძულონ შეასრულოს თავისი ვალდებულებები. მაგრამ სანამ ამ გამოშვებას გავაგრძელებდეთ, მინდა ვთხოვოთ გამოიწეროთ ახი და დაწეროთ თქვენი კომენტარი. აუცილებლად დაალაიქეთ ეს გამოშვება და გეტყვით, რომ პლატფორმა Patreon-ზე, ასევე Telegram-ში მე შევქმნი დახურული საზოგადოება სახელწოდებით Pitchy Insight. გეპატიჟებით იქ მცირე საფასურად, სადაც ერთად შეგვიძლია განვიხილოთ აბსოლუტურად ნებისმიერი თემა. მე ვპასუხობ თქვენს კითხვებს. იქ ჩატარდება დახურული სტრიმები მხოლოდ გადამხდელი გამომწერებისთვის და იქ ერთად შეგვიძლია განვიხილოთ მაგალითად იდეები მომავალი გამოშვებებისთვის აქ YouTube-ზე. იქვე შეგიძლიათ დამიჯოთ პირადი კითხვები, რომლებზეც აუცილებლად პირადად გიპასუხებთ. თუ გსურთ უბრალოდ ერთჯერადად მხარდაჭერა, ყველა ბმული, ყველა რეკვიზიტი, როგორც დახურულ საზოგადოებაზე, ასევე დონატების პლატფორმებზე, მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. მადლობელი ვიქნები ნებისმიერი თქვენი მხარდაჭერისთვის. და გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი სოციალური ქსელები. ბმულები ასევე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. იქაც მაგალითად ქვეყნდება მასალები, რომლებიც ყოველთვის არ ჩნდება აქ YouTube-ზე.
საინტერესოა, რომ დონალდ ტრამპის მხარდამჭერები დღემდე ამტკიცებენ, თითქოს ეს ყველაფერი ფეიქია. ეს ყველაფერი დემოკრატების ინტრიგებია. ეს ყველაფერი fake news-ია. ანუ უკვე ირანი ოფიციალურად აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტეს სკეტავს. და ამათვის მაინც ეს ყველაფერი ტყუილია. ხშირად მიგვირს კომენტარების, რომლებიც ჩემს გამოშვებებზე იწერება. სადაც მაგალითად გუშინ უკვე ამ მასალებზე ბულები იყო, მაგრამ კომენტარებში მწერდნენ, ყველაფერს იტყუები პეჩი, როგორ ბედავ. ირანმა ჰორმუზის სრუტე არ დახურა. დონალდ ტრამპმა მუშტი დაარტა მაგიდას და უკვე ყველაფერი ისევ გახსნილია. საერთოდ უყურებ ამ ვიდეოს, რა ხდება? და როცა ესეთ კომენტარებს კითხულობ, თავიდან ეს მეღიმებოდა, მაგრამ ეხლა ეს უკვე შიშს მიჩენს. რა ხალხთან ერთად ცხოვრობს საერთოდ ერთ სამყაროში? ანუ აი თქვენ პირდაპირ გეუბნებიან, ირანი გამოდის და ამბობს, ირანის სამხედროები გამოდიან და ამბობენ, ჩვენ დავხურეთ ჰორმუზის სრუტე. ამის შემდეგ მე აღარ მესმის, როგორ უნდა ვიმოქმედო ამაზე. ჩვენ არ ვხედავთ არანაირ მტკიცებულებას წყლის გზის დახურვის შესახებ. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ირანელები აგრძელებენ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას. უკვე წყაროები იუწყებიან, რომ აშშ კატართან ერთად ამუშავებს გეგმას, რომელიც ირანს მისცემს საშუალებას მიიღოს მილიარდობით დოლარის გაკენული აქტივები ჰუმანიტარული საჭიროებებისთვის. ეს კიდევ ერთი ადრეული ფინანსური სტიმულია. ახლა ხან ხელმოწერილი დროებითი ომის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში. ამ გეგმის მიხედვით ირანს შეუძლია მიიღოს წვდომა თავისი გაკინული თანხების ნაწილზე. საერთო ჯამში, რომლის შეფასებული მოცულობა 100 მილიარდ დოლარს შეადგენს, დაწყებული 6 მილიარდი დოლარით, რომელიც კატარში ინახება. ამ თანხებით კატარი დაუშვებს საკვების, მედიკამენტებისა და სხვა ჰუმანიტარული საქონლის შეძენას ირანის ცენტრალური ბანკის დაკვეთით. გაკინული აქტივებიდან მიღებული თანხებით, ძირითადად ნავთობის გაყიდვიდან მიღებული ნაღდი ფულით, რომელიც სანქციების შედეგად საზღვარგარეთ არის დაბლოკილი, ეს მექანიზმი შეიძლება გახდეს მაგალითი, გაკინული ირანული ფული მთელ მსოფლიოში და პირველი ტრანშის გამბლოკვის დაწყება 24 მილიარდი დოლარის გაკინული აქტივებიდან, რომლის მიღებაც თეირანს რაც შეიძლება მალე სურს. როგორ უნდა დავარქვათ ამას, თუ არა დათმობა დონალდ ტრამპის მხრიდან, არ ვიცი. მაგრამ ტრამპი თავის მხარდამჭერებს თვალებში ნაცარს შეატყრის ბოდიშით, რომ ეს პირველ რიგში ირანული ფულია. მეორეც, ეს ხომ არა ამერიკა, ვინც ფულს აძლევს. ეს მაგალითად კატარია, რომელიც ირებს და თავის ანგარიშებიდან ფულს ირებს და აძლევს. მაგრამ აქაც კი ბევრი რამ შეიძლება არ წავიდეს გეგმის მიხედვით. ირანის უმაღლესმა ლიდერმა მაჰმუდ მაჩტაბა ხამენაიმ განაცხადა ხუთშაბათს 18 ივნისს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელშეკრულებას ხელი მოაწერა სასუსტარკვეთილებიდან გამომდინარე. როგორც ჩანს, ამან ტრამპი აიძულა სოციალურ ქსელში საკუთარი გაბრაზებული პოსტით ეპასუხა, რომელიც ასე ჟღერდა. ჩვენ შევხვდით არა სასუსტარკვეთილებიდან, არამედ ირანი. დიახ, სწორედ სასუსტარკვეთილებიდან. მათ ბოლო აქვთ. ჩვენ ამ 60 დღეს ბოლომდე მივიყვანთ. აი ეს ფრაზა. 60 დღის ბოლომდე მიყვანაზე საუბარი ნიშნავს, რომ ტრამპი ერთპიროვნულად მზად არის შეასრულოს ის შეთანხმება, რომელსაც ირანი უკვე არ ყვევს. ასე რომ 4 შაბათს ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, აშშ ირებს ვალდებულებას, რომ ირანის გაყინული აქტივები სრულად ხელმისაწვდომი გახადოს გამოსაყენებლად და შეთანხმდეს მექანიზმზე, რომელიც ამას უზრუნველყოფს. დამკვირვაში აშშ-ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ფული ირანს მიეწოდება მანამ, სანამ ირანი კონსტრუქციულად მიიღებს მონაწილეობას მოლაპარაკებებში. გესმით, რამდენად სერიოზულია ეს ტრამპის მარცხი. ანუ ირანს შეუძლია თვეების განმავლობაში აწარმოოს მოლაპარაკებები და ამ დროს ფული ნელ-ნელა დაერიცხება მათ ანგარიშზე. ანუ ამერიკელები ამბობენ, სანამ ირანი მოლაპარაკებების პროცესში დარჩება, ამ დროის განმავლობაში ჩვენ ნელ-ნელა გავათავისუფლებთ მათ აქტივებს. საკითხავია, სად არის აქ ირანისთვის სტიმული, რომ რაც შეიძლება მალე დადოს საბოლოო სამშვიდობო შეთანხმება. ჩემი აზრით, ის არ არსებობს. ფული ისედაც გერიცხებათ. სად გეჩქარებათ? და ეხლა კვირას ტრამპის ელჩები ვიტკოვი და კუშნერი შვეიცარიაში მიფრინავენ მოლაპარაკებებზე ირანელებთან, რომლებიც საერთოდ არ აჩვენებენ, რომ მზად არიან რაიმე ადეკვატური მოლაპარაკებებისათვის. შედეგად, სრულფასოვანი შეთანხმების დადება აშშ-სა და ირანს შორის უკიდურესად ნაკლებად სავარაუდოდ. თუმცა ომს ბოლო მოეღო. მსოფლიო ეკონომიკა ითვლის ზარალს და ბრუნდება ნორმალურ რეჟიმში. სამწუხაროა, რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკის ფონზე დავითებულია ირანის ხალხის ბედი, რომელსაც თითქოს დახმარებას აპირებდა დონალდ ტრამპი ამ წლის იანვარში. ახლა ვინ გაიხსენებს ამ მართალია? აქ წერტილებს დავშოთ, თქვენი აზრი, თქვენი დასკვნა. დატოვეთ კომენტარები ამ გამოშვებაზე, გამოიწერეთ არხი, დააცკაპუნეთ ზარზე და თუ შეგიძლიათ, მხარი დაუჭირეთ ამ YouTube არხის მუშაობას. ირანა უკვე უნდა გააფორმოს საბოლოო შეთანხმება. ჩემი აზრით, ირანის მიერ სრულფასოვანი შეთანხმების გაფორმება უკიდურესად ნაკლებად სავარაუდოა.
რეკვიზიტები მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. ირანის მიერ ნებისმიერი შეთანხმების გაფორმება ნაკლებად სავარაუდოა. ამით ყველაფერი დასრულდა, იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას ნახვამდის.